უკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმში პორტის სევასტოპოლში ნავთობაზა, რუსეთის სამარის ოლქში კი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ლენინგრადში. დრონების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარიც გაჩნდა. რუსეთის ციხეში ომის მოწინააღმდეგე ბლოგერი და აქტივისტი ვეგან ქრისტოლობ ბოჟი გარდაიცვალა. ის სასჯელს ვორონეჟის ოლქის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდიდა. 43 წლის აქტივისტის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ის ვორონეჟში გასულ წელს დააკავეს, აქტივისტს ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „არა ომს“. ყველგან არის მშიერი ბავშვი და მშიერი მოხუცებული. ასე ამართლებს ოცნების პროპაგანდისტი უცნობი ქვეყანაში მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ამბობს, რომ დედამიწაზე 64 არ სადაა. მას არ მოსწონს, როდესაც მოქალაქეები მძიმე ყოფაზე ხმამაღლა საუბრობენ და წამალს ითხოვენ. გამოდიან და ამდენი ბავშვი შიმშილობსო, აბა იქ წამლები. ყველაფერი ერთ დღეს გვინდა, ამბობს პროპაგანდისტი თავისივე გადაცემაში. ყაჩაღობა თბილისში ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და იარაღის მუქარით. $181,000 მაჯის საათი და ყელსაბამი წაართვეს. დანაშაული 14 აპრილს მოხდა. დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.